Adigeni რაიონის სოფელ უდეში არის ორი საბავშვო ბაღი. ეს სოფლის მეორე საბავშვო ბაღია. აქ დაახლოებით 50 ასახზრდელი სწავლობს. მოთხოვნა სოფელში უფრო დიდია, რადგან ბავშვები და მშობლები კმაყოფილები არიან პერსონალითა და მომსახურებით. მაგრამ ბაღის პირობები მეტი საშუალებას არ იძლევა. შენობა კატასტროფიულ მდგომარეობაშია. დაზიანებულია კედლები, დანგრევის პირასაა ბაღის ერთ-ერთი მხარე. არ არსებობს ჰიგიენური საპირფარეშო. Холод პატარა ხის შენობა დგას ეზოში, რომელიც არანაირ სტანდარტებს არ შეესაბამება. გარე ფასადი ძალიან დაზიანებულია, არის საშინელ მდგომარეობაში, ბავშვებს გარეთ ვერ უშვებთ. გვეშინია, ყველანაირად ვცდილობთ ხოლმე რომ ეს ნაწილი დავიცვათ და ბავშვები ახლოს არ მივაკაროთ. გვაქვს ძალიან ცუდი მდგომარეობა ტუალეტთან დაკავშირებით. არ გვაქვს ტუალეტი, როგორც მოგეხსენებათ, ევროსტანდარტების დონეზე უნდა იყოს შიგნით. და ჩვენ კიდევ აი როცა წვიმიანი ამინდებია, აქ დგას წყალი და ბავშვებს ხელში აწეულს ვატარებთ ტუალეტში. ყავს ბევრი ბავშვები, არის ძალიან ვიწროდ ყავს ეს ბავშვები. გვეშინია გარეთ გამოყვანა თუნდაც, ეზოში თამაში, მარტო ვერ უშვებთ, ვერც გარეთ, ვერც მეორე ოთახშიც შეიძლება შესვლის დროს იმდენად ავარიული არის შენობა, მეორე ნაწილი, რომ ჩამოინგრეს ის კედელი. შექმნილი მდგომარეობის გამო ბავშვების ჯანმრთელობა საფრთხეშია. ჰიგიენის არ ქონის ან სიცივეში გარეთ სიარულის გამო ისინი ხშირად ხდებიან ავად. ასევე საფრთხეს ქმნის დანგრევის პირას მოყოფი კედლები. ამ ყველაფერზე მწუხარებას მშობლებიც გამოთქვამენ. ჩემთვის მაგალითად ძალიან უხარია ბაღში წამოსვლა, რადგან კარგი მდგომარეობა, მაგრამ ერთადერთი მე პირადად როგორც მშობელი ძალიან ნერვიულობ და ძალიან მეშინია იმის გამო, რომ შენობა არის ნგრევაში, ესე რომ ვთქვათ. და რაღაცა ძალიან დაძაბული ვარ, რომ აი ვფიქრობ, როდესაც მივალ, შეიძლება რაღაცა ცუდი იყოს მომხდარი, ან შეიძლება ჩამოინგრეს ის კედელი. ძალიან კმაყოფილი ვარ ბაღის პირობებით, კვება, განათლება, წელს მოგვიყვანეს ინგლისურის მასწავლებელიც, ძალიან ადვილად და კარგად ითვისებენ ბავშვები ინგლისურს, ძალიან კმაყოფილი ვარ, განსაკუთრებით მასწავლებლების, იმიტომ რომ აქცევენ დიდ ყურადღებას ბავშვებს და მასწავლებლების მხრივ დამშვიდებული ვარ, რომ ჩემ შვილს საფრთხე არ ემუქრება და დაცულია, მაგრამ როგორც კი შენობაში ვხედავთ, იმ წუთში გვეუფლება, რომ არ დაინგრეს და ბავშვები ამ ნანგრევებში არ მოყვნენ. მე მინდა რომ ჩემი ბაღი კარგი იყოს. ვთხოვ კეთილ ადამიანებს თუ მოულბებათ ჩვენი შენობის დანახვაზე გული და შევებრალებით, ვთხოვთ გაგვიწიოთ სპონსორობა და შეგვიკეთოთ საბავშვო ბაღი. ამ პირობებში ბავშვების აღზრდა მართლაც რომ რთულია. ამიტომ ბაღის აღმზრდელები და მშობლები ითხოვენ ბაღის შეკეთებას და იმედი აქვთ, რომ მათ გასაჭირს ვინმე გულთან ახლოს მიიტანს.